ანუ პრობლემა არის ერთ რაღაცაში. ნუ კარგი გასაგებია რომ ადამიანს ტრამვები დასამუშავებელი აქვს, რაღაცა ბავშვების ტრამვები დასამუშავებელი აქვს, შესაძლებელია სესებით ამ ყოველფრის დამუშავება, მაგრამ მაშინ როდესაც ადამიანს ჯერა იმის რომ რაღაცა რიგზე არ აქვს და ასე შემდეგ, როგორ არის შესაძლებელი რომ ადამიანმა გადადგას მომდევნო ნაბიჯები მოქმედებაში? აი როცა რაღაცა უნდა, როგორ არის შესაძლებელი რომ ადამიანმა ასე ვთქვათ მიზნისკენ იაროს? რანაირად, როდესაც მას უყალიბდება რწმენა შინაგანად, რომ აი თუ მე ამ კონკრეტულ ტრამვას არ დავიმუშავებ, всё, მორჩა, დაიქცა მსოფლიო, ჩამოინგრა ყველაფერი, всё. მაგის გარეშეც შესაძლებელია ადამიანში გაჩნდეს ცეცხლი, ისე რომ ადამიანი წავიდეს მოქმედებისკენ. ძალიან მარტივად. რა თქმა უნდა, თერაპიები ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა მაგრამ ის რომ ადამიანს ჯეროდეს რომ სანამ კონკრეტულ რაღაცა ტრამვას არ დაამუშავებს, იქამდე ყველაფერი ჩამოქცეულია და მიწასთან გასწორებული, აზრი არ აქვს ასე არაფერს. პირიქით. ყველაფერი შეგიძლია და შენი ბავშვობის ტრამვები შეგიძლია დაამუშაო მაშინ, როდესაც შენი მიზნისკენ ივლი.